მოგესალმებათ კლუბი მონადირე. დღეს არის 19 ოქტომბერი. ვიმყოფებით გლდანის დიდ ტბაზე, თეთრ ტბაზე და უნდა გავუშვათ 10,000 თევზის ლიფსიტი. ვართ გლდანის საინიციატივო, გლდანის ტბების საინიციატივო ჯგუფთან ერთად. ამ ხალხის დამსახურება არის, რომ წყლის ზედაპირი შეივსო, გაივსო. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის მერიას, გლდანის გამგეობას, რომ მიაქცია ამ ხელა ტერიტორიას ყურადღება და შეძლო მისი წყლით მომარაგება. რეზი წარმოუდგენელია თავის ბავშვებთან ერთად. ბავშვებო, როდის გავუშვათ თევზი? უნების სიყვარული ხონდა შევასწავლოთ. კი. რა თქმა უნდა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ ეს ტბა ესე შევსებული იყო. თევზის გაშვების დღეა. ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორც უნების მოყვარული ხალხი გავაჯანახოთ ეს გარემო, გავუშვათ ამდენი თევზი, რაც ძალიან კარგი იქნება აქაურობას გაასუფთავებს პირველ რიგში. ან შენი ვნახოთ მომავალში. ვფიქრობთ, რომ ერთ დღეს ძალიან კარგი ადგილი იქნება ეს ადგილი თავისი თევზაობით და დასასვენებელი სივრცით. ცოტა ხანი მაინც უნდა შეიკავონ მეთევზეებმა თევზაობისგან. დაახლოებით 1 წელი რომ ვაცადოთ, წელიწად ნახევარი უკვე იმხელა პოპულაცია იქნება ამ თევზებს, რომ მე ყველა ერთად მოვიდეთ და ვითევზაოთ. ერთი თვის განმავლობაში რეზი აქ უკვე 20,000 ერთეული თევზი გავუშვით და ეხლა კიდე დაემატება 10,000, რაც ძალიან მაგარია და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე YouTube მაყურებელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში და მოკლედ იმედია ტბა გადარჩება და გლდანის რაიონს ექნება ერთ-ერთი კარგი და ჯანმრთელი ტბა. ეხლა თევზი უკვე პარკებით თევზი უკვე ჩავსვით ტბაზე, ეჩვევა ტემპერატურას და ძალიან მალე უკვე გავუშვებთ. აბა წავედით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შენ, რომ ამ ყველაფრის დაორგანიზება შეძელით თქვენმა ჯგუფმა და მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენ კლუბსაც მიიღო ამ კეთილის საქმის კეთებაში მონაწილეობა. კი ბატონო. 10,000 კობრის, სარკისებური კობრის და შერეულად არის, ხო, როგორც ვიცი, ლიფსიტი გვაქვს. დიახ. და ეხლა გავაკეთებთ უკვე თევზის გაშვებას. თალსახად ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ირაკი რომ შემოგვიერთდით. ჩვენ მას ჯგუფმა ტბაზე ვინც ვართ ჩართულები, მოკლედ არაერთი საბუთის მოგვარება დაგვჭირდა და ლომიწული ნათიას აქვს შეტანილი და მოკლედ თითოეულმა ჩვენთაგანმა დაუშვება ქაბატონი ლეილა აგერსული ჩართულია და მოკლედ ვინც ვართ ყველანი და ძალიან გვიხარია რომ ჯორჯიან ჰანტერი მონადირის გუნდი შემოგვერთა და ესეც ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ. ეხლა ეს უშუალოდ თქვენი დამსახურებით არის ეს თევზი რო შედის ტბაში და როგორც თქვით, სრულმასშტაბიანი გათევზიანება იქნება, წინაზე ამური იყო, ეხლა კობრი იქნება და მანამდე გავუშვით კიდე დიდი თევზები, სქელშუქა და ასე შემდეგ და კიდე გავაგრძელებთ, რომ ეს გეგმა რაც გვაქვს დავასრულოთ რა. მადლობელი ვარ რომ შემოგვერთა. ასევე ბიჭებთან ქონდა წინაზე საუბარი მსროლელებთან, რომლებიც გამოხატეს ინიციატივა და შემდეგში თუ არ ვწები გაზაფხულზე უკვე დაგეგმილები არიან, რომ მათაც გააკეთონ ეს კეთილი საქმე. ძალიან კარგია ირაკლი რომ მაგას შეხენ. ნამდვილად რამდენიმე დღეს უკან იყო ტურნირი, Slack challenge ეგრეთ წოდებული მიზანშროლა და შემდეგ ძალიან საინტერესო იყო. ჩვენც მივიღეთ სამოყვარულო დონეზე მონაწილეობა და ამ ბიჭებმა ამ ტურნირიდან აგროვებული თანხა გადაწყვიტეს რომ მოახვალონ გათევზიანებას და გაზაფხულზე იქნება. იქ ალბათ უკვე შევუშვებთ შედარებით მოზრდილ თევზებს, რა თქმა უნდა მივყვებით იმ გეგმას, რომელიც არის იქტიოლოგების მიერ დაწერილი და დადასტურებული გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად დარჩება დიდი თევზების გაშვება და გაზაფხულზე მაგასაც. კი ბატონო, ჩვენც ყველანაირად ვეცდებით რომ თქვენ გვერდში დაწუნებულებოდ. დავიწყეთ. კი ბატონო. ასე. სქელშუქრაც შემხვდა თითქოს რამოდენიმე. ძალიან ჯანმრთელები არიან. ესე.
ნამდვილად კარგი საქმე გააკეთა ჩვენმა კლუბმა. კლუბმა მონადირე მიიღო მონაწილეობა ამ ძვირფას საქმეში და როგორც დავუპირდით ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი სიტყვა ავასრულეთ რა. და დღეს შევმატეთ, გავამრავალფეროვნეთ კიდევ ერთხელ ეს ტბა და კობრი გავუშვით. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო, დაგვეხმარა, გვერდში დაგვიდგა და იბრძოდა იმისთვის, რომ თუნდაც აი ამ დონემდე რომ უსულიყავით, აი ამ ეტაპამდე ძალიან ბევრი კვლევა გახდა საჭირო, ძალიან ბევრი შრომა იმისთვის, რომ ეს თევზი ამ პოზიციამდე მისულიყო და გაგვეშვა. რა ვიცი, მადლობა ყველას. მოკლედ მეოთხე ეტაპად დავათევზიანეთ ტბა. პირველ ჯერზე გავუშვით 500 კილოგრამზე მეტი კობრი, ამური, სქელშუბლა, შემდეგ იყო თეთრი ამური 10,000 ლიფსვიწა და ახლა ბიჭების დახმარებით ისევ 10,000 ცალი კობრი შევიდა გლდანის დიტბაზე. ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი რაოდენობის თევზი ყავს უკვე ტბას. და ვნახოთ გაზაფხულზე ალბათ კიდევ ერთ ეტაპს, ცოტა დიდ თევზებს კიდევ შეუშვებენ უკვე სხვა სროლელი ბიჭები, ასე ვთქვათ. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ თევზაობისგან, მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ. თავი შევიკავოთ არა, კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ მტაცებელი სახეობების ტბაში მოხვედრა. არანაირი არგუმენტით არ შეიძლება ამ ტბაში ქორჭილა, ქალიყლაპიას გაშვება და დამატებული კარჩხანა, რადგან ის სხვა პრობლემაა კიდევ, მაგრამ ქორჭილა და ქალიყლაპი არის კატეგორიულად გამორიცხული. და უნდა დავაცადოთ მოკლედ რომ ამ თევზმა გამრავლდეს და თავისი მთავარი მისია რაც აკისრი ამ თევზს ევთროფიკაციის დაძლევაში უნდა მიეხმაროს ტბას. და ეს მთავარი მისია როგორღაც უნდა შეასრულოს ამ თევზს. ლეილა. როგორც ყველა ნებისმიერი მოქალაქის მოვალეობა არის ბუნების გაფრთხილება და ეს ერთი ეტაპი იყო ჩვენ რაც შეგვიძლია ეს გავაკეთეთ ამ ტბის გადასარჩენად და მარტო ჩვენ არ ვართ, იმიტომ რომ ძალიან უმეტესობა გლდანის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, არაფერი არ გაგვიკეთებია სათანადო ორგანოებთან შეთანხმების გარეშე, რჩევის გარეშე, ყველაფერი არის ოფიციალურად, ისე რომ ვინც კიდე ამოგვიდგება მხარში, ბიჭებს დიდი მადლობა დახმარებისთვის, მხარში დგომისთვის და ვინც კიდე შემოგვიერთდება, ჩათვალეთ, რომ თქვენ დიდი წვლილი გექნებათ შეტანილი აი ამ ტბის გადარჩენაში. ფრინველების სავსე არის იხვებით თუ ქათმებით, даже წეროც იყო, წერო მე თვითონ მაქვს დაფიქსირებული, თოლიები ნახეთ. ისე რომ ბიომრავალფეროვნების აღდგენა, ხო, აღდგენა მიმდინარეობს მოკლედ და მადლობა ყველას. ოდესმე არა, ალბათ ძალიან მალე იმასაც მივაღწევთ, რომ ამ ტბის გარშემო მივიღოთ ის სივრცე, რაც ყველა ადამიანისთვის არის სასურველი და ხო, ქალაქის მერია იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ამ ტბას და ეს ტბა დაბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებში და არ იყოს ასეთი აბსურდი იურიდიულად და მეორეს მხრივ გარშემო მოეწყოს ისეთი სივრცე, რომელიც მთელი ქალაქისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ისევე როგორც არის როგორც შენარჩუნე, ხო, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით, მაგრამ სასურველი სივრცე მთელი ქალაქისთვის, სადაც ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეიძლება ამოსვლა, დასვენება, გართობა და თევზაობაც, რა თქმა უნდა, როცა ამისი დრო მოვა. და უნიკალური ადგილია და ამისი დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება. ამისთვის ვიბრძვით და ბოლოს ტბა იარსებებს. დღევანდელმა დღემ ჩაიარა წარმატებით, გავათევზიანეთ გლდანის ტბა, ჩამოვიყვანეთ 12,000 სარკისებრი კობრის ლიფსიტი და რავი. ჩვენი ბავშვებიც გაერთნეთ, ჩვენი წვრილით შევიტანეთ და ხალხს მოუწოდებთ, რავი, ესეთი კარგი საქმეები რო გააკეთონ, ბუნებისთვის კარგი იქნება და რავი, გლდანის მოსახლეობისთვისაც მე მგონი ცუდი არ იქნება, რომ უფრო მოვლილი და დაცული იყოს ეს ადგილიც. ერთი დიდი წყალსაცავი არის თბილისთან ახლოს, რაც შეიძლება ადამიანმა ნახოს და ძალიან სამწუხარო იყო, რომ თევზი არ ყავდა აქ. თევზი კი არა, აი ფაქტობრივად 70% დავშალი იყო, რასაც ხედავთ ხა სარკის ზედაპირს. გავუშვი, ხო გავუშვი თევზები? კი. რამდენი თევზი გავუშვი?
8. მეტი არ გაგაშვებია. 8 თევზი გაუშვა გაბრიელმა. სამომავლოდ კიდევ რაღაცეები არის დაგეგმილი, როგორც ვიცი და ჩვენ წვრილს აუცილებლად შევიტანთ და ვაკეთოთ ესეთი კარგი საქმე, მოკლედ. კი ბატონო, შემდეგ ამოვიდეთ ნერგები დავრგოთ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ ნებართვით. არაფერი არ არის ესეთი ჩვენი საქციელი, რაც არალეგალურია. პირიქით ვეხმარებით ბუნებას და რაც უფრო კარგ საქმეს გააკეთებ ზოგადად ცხოვრებაში, მით უფრო კარგი იქნება ბუნება. და ვეცადოთ რომ არ დავანაგვიანოთ. კი ბატონო, აი ეგ მაგას ხაზი გავუსვათ, კი აუცილებლად უნდა ამოვიდეთ, იმიტომ რომ რა ძალიან ბევრი ბოთლი ყრია, ბევრი. კი. ამოდიხარ ბუნებაში, რომ მიიღო ბუნებისგან სიამოვნება, ხო? არ უნდა დაანაგვიანოს. კი, ნამდვილად. ჩვენ სათქმელს ეხაც რაც შევძელით, აქაც ცოტა რაღაცები დავასუფთავეთ, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ირგვლივ სადაც გაიხედები, სამწუხაროდ ყველგან ცელოფნები ყრია, ბოთლები ყრია და რავი. და არა მარტო აქ, ზოგადად საქართველოში ხვდებით სამწუხაროდ ეგრეა. გავს ფაქტებს. გაუფრთხილდეთ, საქართველოს გაუფრთხილდეთ, ჩვენ სამშობლოს, ჩვენ გარემოს და რავი, არ დავანაგვიანოთ პირიქით, რამეს თუ ნახავთ, უნდა ავიღოთ და ურნას ჩავაგდოთ და კი ბატონო. კარგი იქნება რომ ყველამ ესე ვიფიქროთ და გაუფრთხილდეთ ჩვენ მიწა წყალს. აი გავშვით წაში. აუ, რა საკეთე. აი კეთოც ლაპარაკობს. მონაწილეობა მიიღეს. ამ ძალიან კარგი საქმეში. წაში გავშვით წაში თევზები და ძერ უნდა გავშვათ წყალზე. იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი რასაც ახლა ვაკეთებ, იმედი რომ ყველაზე ყველა ფილმმა ამ ტერიტორიაზე ძალიან ხოდა ვითამაშებთ და სხვა გზაზე წავალთ. კი და უთხარი ხალხს რომ ნაგავი არ დაყარონ რომ ჩვენ ამოვიდეთ ხოლმე სუფთად ვითამაშოთ, ხო? ხო. ახლა ტყაში არ გადააგდოს ნაგავი. დასრულდა დღევანდელი დღე. ძალიან კმაყოფილები ვართ. მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. ბავშვებიც ყავდნენ, გავაშვებინეთ თავის ხელით თევზი. მოკლედ, ძალიან დიდი რაოდენობა თევზი გაუშვით და იმედია გამრავლდებიან. იმედია მე თევზები თავს შეიკავებენ ცოტა ხანი აქ თევზაობისგან და ეს ტბა გადარჩება და ძალიან კარგი სათევზაო და კარგი დასასვენებელი ადგილი გახდება მოსახლეობისთვის. გლდანის რაიონს ჭირდება ესეთი წყალსაცავი, წყალსაცავს დავარქვევდი, იმიტომ რომ ზომით არც ისე პატარა არის და ძალიან კარგი ჰაერია, ძალიან კარგი ნიავია. ბუნებაც ძალიან მშვენიერია და გაუფრთხილდეთ ერთად თელს ქვეყანას. გავაკეთოთ ესეთი აქტივობები, სხვა კლუბებსაც მიმართავ რომ ჩაერთონ ესეთ აქტივობებში. ძალა ერთობაშია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მეტ რესურსს გამოვნახავთ, რომ ესეთი საქმეები გავაკეთოთ. აბა, კარგად ვზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.